არსებობს ერთი პერსონაჟი Brawl Stars-ში, რომლის გარშემო ყველაფერი სიჩუმე, მაგრამ სწორედ ეს სიჩუმე იმალავს მის უკან ყველაზე დიდ ბნელს აიდუმლოს. ტარა. ის არ ლაპარაკობს, ის არ იღიმს და რაც მთავარია, მას არ აქვს სახე. მის ნიღბის უკან არაფერი არაა. არის მხოლოდ სიცარიელე. თავი პირველი, უცნაური დეტალები. თუ დააკვირდებით ტარას ილუსტრაციას, ერთადერთია, რომელსაც თვალები არ უჩანს. ფანებს ნაწილი ამბობენ, რომ მას აქვს მესამე თვალი. არა ხილული, არამედ ბნელი ენერგიის მატარებელი. თამაში ძველ ვერსიაში ერთ მოთამაშეს მოუვიდა ასეთი გლიჩი. ტარას რუკაზე სუპერს როცა იყენებდა, ეკრანზე უცბად გაშავდა და 5 წამი თამაშის ყველა პერსონაჟი გაქრა. მხოლოდ ტარა იდგა ეკრანის ცენტრში. თავი მეორე. დაწყევლილი თამაში. ამბობენ, რომ არსებობს ერთი მოდიფიცირებული ბეტა ვერსია, რომელსაც Dark Star ერქვა. ამ ვერსიაში მხოლოდ ტარად იყო შესაძლებელი თამაში. მენიუში არც ერთი სხვა ბრაულერს არ ჰქონდა სურათი. ყველა რუკა იყო ბნელი, სიმღერით დაფარული და მუსიკაც შეჩერებული იყო. თამაში შესვლისას კი შეტყობინება ჩნდებოდა. შენ აირჩი იგი, გზას ვეღარ გახვალ. მოთამაშეები სცადა გამოსვლას, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ კი ტელეფონზე შეტყობინება მივიდა. შენ გიყურებ. თავი მესამე. ტარას უნარი, უბრალოდ სუპერი თუ რაღაც უფრო საშიში. ტარას სუპერი თითქოს უბრალოდ შავი ხვრელია, რომელსაც მტერს ატრიალებს და ეკაჩება, მაგრამ ერთი მოთამაშე წერდა ფორუმზე, რომ თამაშის დროს ტარას სუპერს ესროლა ხმა გაისმა. არა თამაშიანი, არამედ თითქოს ბავშვის შურჩული. მის შემდეგ სმარტფონში დაიხურა და ვეღარ ჩაირთო. მხოლოდ ეკრანზე დარჩა ერთი ხატი. ტარას ნიღაბი, ბზარით შუაში. თავი მეოთხე. პერსონაჟის წარმოშობა ოფიციალურ ფაილებში არ იძებნება. Reddit ლინკზე დაწერეს, რომ ტარა თავდაპირველად არ იყო პერსონაჟთა სიაში. ის დაემატა უცნაური ფაჩის შემდეგ, რომელიც არ იყო გამოქვეყნებული ოფიციალურად. ფაილში, სადაც პერსონაჟები წერია, ტარას ხაზზე არაფერი ეწერა, არც ხმა, არც აღწერა და არც ქვეყანა. მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: The Void. თავი მეხუთე. მოთამაშის რეალური ისტორია. ერთმა ქართველმა მოთამაშემ TikTok-ზე ატვირთა, როგორ თამაშობდა ტარათი შუაღამით. მის სმარტფონზე თამაშის დროს ეკრანზე გაიბრძნა და თითქოს შიგნიდან რაღაცა მოძრაობდა. როცა ვიდეოს ბოლოს ტელეფონის კამერა დაჩვენებს, მისი პროფილის ფოტო ტარას ნიღბად არის ქცეული. რამოდენიმე დღეში კი TikTok-ი წაიშალა. მისი მეგობრები კი ამბობენ, რომ ბიჭი ტელეფონს აღარ ეხება. ტარა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ბრაულერია. მისი მესამე თვალი თითქოს უბრალოდ დიზაინია, მაგრამ როცა თამაშს სეიფი გაჭედავს, ან რუკაზე სიბნელი ჩამოწვება, დაფიქრდი, იქნებს ის შენ გიყურებს. და როცა თამაში გლით შეამჩნევ, შეიძლება ეს უბრალოდ შეცდომა არ იყოს. თუ ეს ისტორია შეგაშინა, დაწერე კომენტარებში, ტარა გიყურებს. და აუცილებლად გამოიწერე არხი, რომ შემდეგ საშიში ისტორია არ გამოგჭრის. ვინ უნდა იყოს შემდეგი? მორტისი, ფრენკი თუ ედგარი? შენ წყვეტ.